შემინდა მამაო, იმდენჯერ დავეცი, ხელებზე არ მყოფნის თითების ათულელად, ყოველდღე უფალი, გულიდან გავეცი, ყოველდღე დაცე მამიწასთან მასწავლებს. შემინდა მამაო, უღირსი შვილი ვარ და ზეცას ღრუბელი როგორც კი დაფარავს. ოლარ ქვეშ ვიწვევი ვდნები და ვტირი ვარ ჩემცოდვებს. ვერასდროს დავფარავ. მიჭირს და იმდენად სუსტი ვარ მამაო, ხანდახან ცრემლები ცვალიდან მიქრება და მღუპავს ის ვერცხლის სულისთვის ამაო ჯერ მხოლოდ გაცემის ფიქრებმა მიმსხვერპლა. მამაო, ბარაბაც ღირსია შენდობის, მე რა ვქნა, უცხების შვილი ვით მოველი, აღდგომას საკუთარ მამის თვალებში აღდგომას მოველი. დაცემის შედეგად შემინდა მამაო, იმდენჯერ დავეცი, ხელებზე არ მყოფნის თითების ათულელად, მე რა ვქნა, უცხების შვილი ვით მოველი, აღდგომას დაცემის შედეგად შემინდა მამაო.
Κατά πρακτορία. Άμβρους με πρέβα, μαγάλ νεού, τκρίνει, ρίσκος σε βιτά. Σαμεμέσουνε τζαρίς κατσεβί, როგორც ქრისტეს. და მიხყველა ერთი სართული, მეორე სართული, ავტივარ მაღლა და ვიცი რომ თავრობა იწვის ტრიოკას, აჯარი კანანდები მოვიდნენ, ასხამენი მლელი სუკრიდან და წინიდან. და მე მამას ხარ წინიდან და უკრიდან. და იწვის მინისტრთა საბჭოს შენობა. 12 მეტრიანი ამაში შემართავს გეუბნებით როგორც რეგავია. აბა და იქიდან ქაშვატი და ეს იყო ვალეთი. აბა ნახტქვი რომ ნახტოთ ლავდივარ საწანწალად მე ვიცი რომ დახურება მცდება. აბა ქრისტე მე ხოლმე ნობდი თელში ცოცხალე რო შენი სახელისთვის ვეწალა და ეხლა ის გამამიჩნდა ის ანიებანის მაღლა მეთივარ ბერის ფორმამაცია დიდი თვარი კიდია მეთივარ ბერის ფორმაში მაღლა და შადანი და კაბინეტია ერთი მესამე სართულზე კაცის გასტრონიანი და ერლები რაღაც აკორდი ეს არის ოდელიო Doda, da petkovataso. Ona საინტერესებს, ახლა რომ სახელი შეაფერა. თქვენ ხომ მიხდები, ახლა რამდენი იქნება. თედი ჩეკა და ტეკა. აი ახლა ვინც არიან უფროსები, როგორ აინტერესებდათ ჩემი სახეში შეხედვა. და ყველა შეკითხვას მაძლევდა. და მე იქავდგება. მარტო მარე. თუ გაცია ცოტა ეთვინება ხბერტო ჩემი ბრატოჩი თუ გაცია შენ ხო ყველგან ახარ ჰაერი სვიმისი ყველგან არიაში და შენ ახარ უფალი და თხოვდი უფალსა რომ რაც მე ხატები გამიკეთებია მეთქი და ის ეკლესია მიშენებია ჩემი ხელით ხო გაგიგია უთხარი აი ხატების მადლით მამხედე უფალო მეთქი ახლა გამაძლიერე მე ვარ მარტო აბა ვინ არა ყოფლეცა გაბრიელ ბერსა აბა ბოდიო ავტომატად ჩამკრეს რუსის პოზიცია თქვენთან ხართ როგორ გაკეთეთ ისეთი Adieu. Ekita da is. ხო, ვარასწერებს. არ უნდა დასწეროს. გამოთიშ. ისა კანკარებს. არ მინდა. და ეს უმაღლესი გაბრიელ ბერის ვაწნი საქართველოსი. ერთმა რომ მაკურთხა და ის ვაწლი მარცა გიორგი ათონელისა გაბრიელისა და კიდესი სიმონ სვეტისა ვაწლა და მეც წამს რომ ამ შეწამებას ღმერთი ვაწლა შეიცნას ქრისტეს ტიპების იმარადისობისთვის და იმ სიყვარულისთვის მოყვასისა და ღმერთისა და ჯექია ქორდერ და ლაქტომინიკაციის და ჯექია და ჯარი კედია კურს ჯარს ვერ ახსენია და ისევ ზივა ბედი გაფოფილებული და შადიანა ხორა ხრავიცა რაღაც ძალამეცია შენი რა გაკეთო? კაცი მივიდა. პერედიდან უნდა ჩამახტა. რა გააკეთე იცი რომ თელი მოსკოვი რეკავს ცეკაშ დაგუდეშო მოხსნა შენი გულისთვის თელ ცეკას აქვს შენი ცირო დახრეტა გახო
ალდექი და პირჯველი გადავიწერე. Დინდა არც ქრისტე ღმერთი, დიდხარ შენ ქრისტე ღმერთო და საკვირველ არია საქმე ნიშანი და ვეგვით შემძლებელ არს მადლის მიცემა საკვირველებათა შუნდა. რას დემართულებია თქვი? რა დააკეთე? მის და საფსტოს შენობა დასწვიო და უკანი გაიქ ტრიობა არის შემისურე. რუსთავში ჩემადამ გაიგორო დასწეს ტრიბუნა. ნაკლებად გეუბნა. კი. 66 წელს იყო ესა ტრიბუნა და თავებისა სახრა დავწი. და ის რუსთავში გაიგეს და თერთბილისში ჩაიხერგე ეს გზები. მე ხაბარ ახაუყე ამათ ხელში. აქეთ ხალისადგიდან ვიღაცები, მაგრამ იარაღიტია და ვიცი ჩიბეში ვართ. რა მეიგოს ადამიანი მოკლა ისაჩი და მოკლა. ვიცი კომუნისტების ძაღლები არიან. აგრები ცხვრები გრისტყავებში. და ვიცი რამე იყოს რომ ერთი ადამიანს მოკლა ის მე მამკალა და ვიცი მითო განანესი არაფერი ჩეულებრივად მითო კაცები არიან გაფრთხებულია დამპალები მე რაკი Când cacioba mergea dascălos mergea, camioanele de damculite să dați zahări de acțiune. E greu, tare, au. Zahău, puteți, la tabulat. Când Stalin sacrali de rat gavantane, da, când a hat partiula de. Marx și Engels tu ți-ai chitrie poterțio. Marx și Engels merge. Să te diperi. Eta introsică opere altfel la parabol. Esi ar vicine ditara. Marx că vicine modere noi tot. Vino să hare. Xoda memre sabaqlaze mesaubrota rodorahada shofrebio chekars iso მეუთხარი მოგეშინოთ ლოცეთ თვითონაც კომუნისტებისთვის შანტიკოლოგებით განაცხადებიცი და მოხს ხოლო შენა უმკითხავე შავადნაცეს ელოდება დიდი ღირსება მეთქი სინამდვილეში მე მოსკოვში მე დაამცინა ხოდა მე შენა რა კაცი ხარ და ისე ერთმანეთს ეს არანაირი გიშიაო ეს აბრძოლად ლაპარაკობს ამაზე იძახია ესია მეუციათ მეთომ გიჟიაო და მეთქი დაამტკიცე მე თუ გიჟი ვარ თუ სოლო კონცერტი სწორედ მაგასია ბეთის წყალობად და ვერ გაგიგე მე ისო მაღლესი მოციქული ვარ ადამიანი რომელიც ყოველთვის ის მერის პროზე მთავრობის სასახლეში ვიცი წაიყვანეთო გოდერჯიო ორი ხვადაქშია შავარდნაძე მიფარ დაუტოპე მემრე ნამდვილად მამში დამეთქი ჩაიყვანეთ სასადილოში და პატივიეთში დაბასო პატივად მე პარიტო ეს ისეთი კაცია ხთისა ამას შეხება ისაჭი ღმერთი სასწიასია მეოთხედი გოდეთი პურიქშია ნო ნამდვილად მამში დამეთქი სასადილოში ჩაიყვანეთ და პატივად მე პარიტო ერთი შავარდნაძე მას ხო და ერთი ზურაბაშვილი პროფესორმა როდესაც მე ზურაბაშვილი რომ მქონდა ამსის ხო და გაკუნდები ხელზე მაშინ ავიღე მე ფიზიკები ნერე ჩიჩაჯი იყო გამა დაიჭა კაი კაცი იყო აბა მაიკაი მარჯვენა გიკურთხო წმინდანინო ხო ვიცი სერავს
აბა ელაპარაკოს ვიმოს სოფიკო წიელურე იცნო სტუმრად რომ მობრძანდება მამამ გაბრიელი ყვარულია ძალიან ახლა ერთი კაცი და მე მაგალობი ეს ძალიან ამდენ შენი შეთუ გიჟი ხარ გაიგენი თუ ვაფარე და მე ვაკვირდები ყველა თითო შეფერი გვაქვს ერთი თნოლი ძებს ასარგებლად როგორები ვარ თითო შეფერი ყველას ვაკალია ნოკა ხოხორო მარცელესალები ჯი შეგიტყვი სახელი ფეხციადები Bien pedido sabe quel სახელი ნამდვილად ამდროს სვეტი ცხოვრები წარმამიდგა თვალიდან და დედათან მასტერი საქართველოს რიბატგოლისტი და შახციდო თამი აბოთვილების წამების თვლა აბოთვილები არაბებმა წამეს და მუსულმანმა დამეწამები კომუნისტების ხრიდან ბოლო წამები ვდივარ კაპრიები ისაუდა შანაშობას ერთი აი მაღალესი ამცნების განხორციელება გრძნოდა ქონები ოდეს ქეთევან დედოფალი მე სტუდიაში ვიყავი ეზოჩხეიძეს თავი და სხვამა მამართეს დამსვეს ელი მოვიდაო საქართველოს ხატაკი მე საქართველოს მეზახია და ეზოჩხეიძე მე უთხარი ეზოჩხეიძე სტუდიაში ოთარ კობელიძე იქიდგა გაგიგონებათ რატო გადაიღეთ ეს კინო მეთქი ქეთევანის წამება უგუნდოდათ განაკეთევან დედოფალი ოდესე წამებოდა განაიმაში არის სასულგა ერთი პირჯვალიან გამოუსახია მეთქი და გათახსინებს საქართველოს გოსტემპრომი ყველა უნდა გაგლაცოთ და გცემოთ თქვენ ახალ ფარისევლები და რეჟისორები მართლა არ არის ერთი პირის დედოფლის წამება შირაში თეიმურას დედისა სახდება არა ადამიანის შენითა და გზნობაგოლები არამედ საქმით რეჟისორმა უნდა იყოს საქმით გამოხატულიაში კინოსტუდიაში იმზადები და ეს არა სად გაგონია მაპატია იესო ქრისტეს არა გეტყვი ღრმაში ხوارშავე აი ახლა მე დავტრიალდი და მინახე ვაი ეს ანტიქრისტესაც ჩამოგიგებია გოდერძიო იქ და ვიცი არ გეყოფა რომ აქ კაპიტეტებიდანაც ვიყრი იცორამდებსაო მოსხოთის კაცი თუ ხოდი ვანოსე მინისკა როცი და ხოდი რაფლა ვიყარი კაი სახიობი არა საძვადი სამოთხი გალვა მართალ სამობს სამგალვა მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ტელეკომპანია PKTV-ს ეთერშია
ჩვენი საავტორო რუბრიკა საუბრები მოძღვართან და დღეს სტუმრად ყვავს ჩვენი უსაყვარლესი დედაო მონაზონი პარასკევა როსტიაშვილი, რომელიც გახლდა თავის დროზე წმინდა მამა გაბრიელის მორჩილი და შემდგომ უკვე მისი ხელდასმით ჯერ კიდევ მამა გაბრიელის სიცოცხლეში და ახლაც მისი კურთხევით არის მამა გაბრიელისგან ჩვენი კურნების მადლით დაჯილდოებული თუ სწორად ვამბობ დედაო, იმიტომ რომ დედა პარასკევას მოღვაწეობა მთლიანად უკავშირდება, შეიძლება აი ასე ითქვას, მამა გაბრიელის ანგელოზებრივ სიწმინდეს ერის ცხოვრებაშიც და იგი ზრუნავს და მე მას ასე რაღაც უცნაურად მორჩილის სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ და მე მას არ ვიცი, ჩემ დაუნებურად აი ეს რაღაც უცნაურად აღმომხდა და ჩემთვის ვუწოდე მიწაზე მოარული მამა გაბრიელი და ვკითხულობდი მამა გაბრიელის ცხოვრებაზე და დედა პარასკევას ინტერვიუებს ვკითხულობდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ დედა პარასკევა მამა გაბრიელს უწოდებს მიწაზე მოარულ ანგელოს. ასე რომ რაღაც აღიაქაც უცნაური დამთხოვა. მოდით პატარა პროლოგს გავაკეთებ. მონაზონი პარასკევა როსტიაშვილი. ღვთისგანგებით ერთხელ სიზმარი ვნახე. თითქოს მამა გაბრიელის მომვლელად დამნიშნეს და თვითონ ღვთის სათნო ცხოვრებას მასწავლიდაო. მეორე დღეს სამწყემსურში ვიყავი მონასტერში რომ დავბრუნდი, მეუფე დანიელი მობრძანდა. ყველანი შეიკრიბნენ, მეც დამიძახეს. მეუფემ ბრძანა, მამა გაბრიელი ცუდად არის და იქნებ მომვლელი დავუნიშნოთო. იღუმენია ქეთევანმა ჩემზე მიუთითა. აი ასე გახდა მონაზონი პარასკევა მამა გაბრიელის მომვლელი. მამა გაბრიელი არ არსებობს, მე ვფიქრობ, ქართველი და არა მარტო ქართველი, ვისაც რაღაც გარკვეულწილად მის სიცოცხლეში ქონია შეხება და არ უღიარებია მისი სასწაულები და მის მიერ კურნების ძალა და მადლი და აი ახლაც მამა გაბრიელმა დაგვიბარა რომ დამიძახეთ და მე თქვენთან მოვალ. ის გავჩნდები თქვენთანო და არ არსებობს რაღაცა, რაც არ უნდა გაუსაძლისი მომენტი მქონდეს, მე მამა გაბრიელს არ მევმართო და მამა გაბრიელი მომენტალურად არ გაჩნდეს ჩემთან და იცით, როდესაც მე მამა გაბრიელის სასწაულებზე სამთავროს დედათა მონასტერში ვიყავი, დედაო თქვენ უკვე იქ აღარ იყავით და დედა ნინო მითხრა რომ ქეთევან დადგადრო შენ ამ სასწაულებზე ისაუბრო და მე გადაცემად ჩავწერე, გამიჭირდა ძალიან სხვათა შორის იმ სასწაულებზე საუბარი, იმიტომ რომ ცხოვრებაში ხალხთან ადვილად საუბრობდი და როდესაც გადაცემაზე მიდგა საქმე ვეღარ ვილაპარაკე. და მე რაღაცნაირად ჩამოვაყალიბე პუნქტებად და მამა გაბრიელის სასწაულებზე ჩემს ცხოვრებაში რა სასწაულებიც აქვს მას მოხდენილი, იმაზე ვისაუბრე, ამაზე ახლა თავს არ შეგაწყენთ და შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელევიზიაში, ან თუნდაც ჩვენს ჰოსტინგზე PKTV2 YouTube-ის არხზე, ჩვენს არხზე და ერთს კი ვიტყვი, რადგან დედა პარასკევასთან ვართ მოსულები, დედა პარასკევა იყო სწორედ მობრძანებული, როდესაც ჩემ შვილს ძალიან უჭირდა და ჩემ შვილი იწვა საავადმყოფოში, ჩემი მარიამი და დედა პარასკევამ რაც მითხრა და როგორც მოეფერა ჩემს მარიამს ის უხრწნელი სისხლიც აცხო, მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლიც, ჩემი მარიამი დღეს სოცხალია, კარგად არის და მადლობა უფალს, მადლობა მამა გაბრიელს, მადლობა თქვენ დედაო. საქართველოს სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს, ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით ხვებსაც. მამა გაბრიელი, არქიმანდრიტი, აღმსარებელი და სალოზი. მამა გაბრიელი იყო საქართველოში პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ეკლესია ააშენა. 1965 წლის 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი დაწვა. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა ასე განაცხადა: იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. კაცრად უნდა დიდება, უნდა ეწეროს: დიდება ქრისტემ ღმერთს.
1995 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებ დაკრძალული იყო ბერმონაზონური წესით, ჭილობში გახოვული ცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. როგორც გითხარით, დედა პარასკევა გახლდეთ მამა გაბრიელის მორჩილი გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც დღემდე, რა თქმა უნდა, 2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა წმიდანად შერაცხა მამა გაბრიელი ურგებაძე და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დააწესა პატრიარქის კურთხევით 2014 წლის თებერვალში მცხეთაში სამთავროს მონასტრის ეზოში მამა გაბრიელის საფლავთან მდგარი დედა პარასკევას სამორიგეო კელია აიღეს და დედა პარასკევა დღეს მოღვაწეობს, უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობს ვარდგინეთის დედათა მონასტერში, აქ ბორჯომის რაიონში და ჩვენ სწორედ აქ ვართ მასთან მობრძანებული მოსულები უკაცრავად დედათა მონასტერში და მივესალმები კიდევ ერთხელ დედა პარასკევას და ჩვენ ვისაუბრებთ იმ სასწაულებზე, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება და თვითონ დედა პარასკევას მოღვაწეობაზე. მოგესალმებით და მშვიდობა დედაო. მოყვება დავუწოთ მამა გაბრიელმა. დედაო, მინდა რომ დღეგრძელობა, სიკეთე და თქვენი მოღვაწეობა დიდხანს გქონდეს და არ შენელებული იყოს, იმიტომ რომ თქვენ გვაძლიერებთ. მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ხშირად მობრძანდება ხოლმე ჩვენთან მამა გაბრიელის სამოსის სიწმიდეები და ჩვენ კლინიკაში ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში მოვაბრძანებთ ხოლმე მას დედა პარასკევას კურთხევით და ეს თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა მადლია და პაციენტიც, ექიმიც, ყველა მომლოცველი როგორი გულწრფელობით დგას და მამა გაბრიელის სამოსთან შეხებით როგორ ჟერა, რომ ის აუცილებლად კარგად იქნება და რომ აუცილებლად ქართველიერი საქართველო აუცილებლად კარგად იქნება. დედაო, სანამ ჩვენ გადავალთ თქვენს მოღვაწეობაზეც და საერთოდ კიდევ სხვა კითხვებზე, მოდით კურნებაზე დავიწყოთ საუბარი და აი პირველი რა კითხვაც მინდა დააგისვათ, აი ეს რა კავშირშია ქრისტიანულ ცხოვრებასა და ადამიანის ფსიქოლოგიურ, ემოციურ ჯანმრთელობას შორის, რა კავშირი არის და როგორ უწყობს ხელს ეს ფიზიკური დაავადებების პრევენციასა და რეაბილიტაციას. კითხვა არ ვიცი, მე მგონი სწორად დავსვით, მიხვდით ხო? დიახ. ღმერთმა დაუშვა, რომ თავის წმინდანები დედამიწაზე ეხმარებოდნენ ადამიანებს, კურნავდნენ და სასწაულებს ახდნენ, რომ კიდევ ერთხელ ფაქტი დამტკიცდეს იმისა, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია, ის კურნავს ადამიანებს, ეხმარება, ძლებს რწმენას კურნებისას, ჯანმრთელობისას და სხვადასხვა განსაცდელიდან გამოყვანისას და დარწმუნდნენ ღვთის ძლიერებაში, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია. დიახ და აი ეს როგორ შეიძლება შეაფასოს მედიცინამ პატიების, ლოცვის და სათნო ცხოვრების გავლენა ქრონიკულ დაავადებებსა და მათ მართვაზე. ადამიანს აუცილებლად ჭირდება ღმერთის დახმარება. ღმერთის დახმარების გარეშე ვერც მედიცინა და ვერც რამე კურნება ღმერთის დახმარებით ვერ მოხდება ვერაფერი. ამიტომ ადამიანმა პირველად უნდა მარტო ღმერთს დაეხმაროს, რომ ის მედიცინამ სწორად განკურნოს, შეეწიოს, ილოცოს, მიაკითხოს ეკლესიას და შედეგიც აუცილებლად იქნება. ზუსტად ადამიანს ბოროტი ძალა ებრძვის და გონია რომ ის რაღაცა და ეს ცნებულებას წარმოშობს და აუცილებლად უნდა მიაკითხოს ეკლესიას, სამღვდელოებას, რომ ეს შედეგი იყოს ისეთი, რომ ეს ადამიანი განიკურნოს და წყალობა იყოს ღვთისა. ანუ შეიძლება ასე ითქვას, რომ როდესაც ადამიანი ვთქვათ მიდის სამკურნალოდ, მას აქვს რაღაცა გონია რომ უკურნებელი სენი აქვს ან რაღაცა განსაკუთრებული მძიმე დაავადება, ის თავდაპირველად უნდა მივიდეს ეკლესიაში შესწავლოს. აუცილებლად უნდა მივიდეს ეკლესიაში და მიმართოს ეკლესიას სამღვდელოებას, იმიტომ რომ
შეიძლება ეს დაავადება, ან ყოველ შემთხვევაში ადამიანი პროცესორტის მანქანებისგან იყოს ესე დაავადებული, შეწუხებული, შეპყრობილივით და საჭირო კურნემისთვის სამწუხარო პარანკლისი ჯანმრთელობის, ლოცვა, ზიარება, მარხო და შედეგი აუცილებლად იქნება ის განიკურნება მცნეულებისაგან აუცილებლად უნდა მოუმატოს რწმენას თხოვოს მოსკურები თხოვდნენ ღმერთს რომ მოგვიმატე რწმენა თქო და ადამიანს უნდა თხოვოს წმინდანებს მამა გაბრიელს და რომ მოგვიტანმატე ჩვენ რწმენა და ის შედეგი აუცილებლად იქნება და იქნება კურნებად. სხვადასხვა განსაცდელიდან გამოყვანა. დიახ. აი, როდესაც მამა გაბრიელს სამწუხაროა, რომ მე მას მამა გაბრიელს მის სიცოცხლეში ვერ ვიცნობდი, არ ვიცნობდი ფიზიკურად, მაგრამ როგორც კი ის გარდაიცვალა, თუმცა ჩვენთვის ყოველთვის სოცხალია, მე მომენტალურად დავიწყე მის საფლავზე სიარული. აი, იცით, რაღაცა უცნაურად და იქიდან ჯერ ხო ძალიან შემიყვარდით და მე ის საფლავი იყო ჩემთვის ძალიან ახლობელი. მე მამა გაბრიელს ვესაუბრებოდი, სულ რაღაცას აი ვეუბნებოდი, ვუყვებოდი და მე ვიცოდი, რომ მამა გაბრიელი მისმენდა. ჩემთვის ლუსკუმა, სადაც ის ბრძანდება ახლა მამა გაბრიელი, თითქოს ვერ მივდივარ იმ ლუსკუმამდე. და არადა რამდენი მაქვს იცით, კი, ყველგან ველაპარაკები მამა გაბრიელს, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს მასთან სათქმელი. აი რა ხდება, აუცილებელი იყო იმის დასამტკიცებლად, რომ მამა გაბრიელი ცოცხალია, მისი აღმოყვანება საფლავიდან. იცით, მამა გაბრიელის ცოცხლად შემბობდა, რომ ჩემი საფლავი გაიხსნება. და ეს ზოგჯერ ადამიანებს ჭირდებათ ფაქტი, იმისა რომ ნამდვილად სხეული უხრწნელი ან რაღაც სხეულის მდგომარეობის ნახვა, რომ დარწმუნდნენ ამ წმინდანის ძლიერებაში. და ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო. თქვენ ასე ფიქრობთ? და აუცილებლად უნდა ყოფილიყო. აქამდე თუ ჩაჩეულებრივ შემოვაყვანეს და გამოვიდნენ და შემოვაყვანეს ჩვეულებრივ. სულერტია, ეს საქმეა, საერთოდ ადგილდება ჩამოსულები და მოუწევს და ჩვენ ვეცოდით ახლა საშვების გარეშე წერ დამოხვიდეთ ჩემი ბავშვები დავაფრთხილებთ აქ იმას და საშვებს აქ მამა ნეოფიტეს ნომერის ჩემთვის ალბათ სინოდი გადაწყვეტს როგორ უნდა მოიქცეს. მაგრამ ხო არის 9 ნეტარებაში ნეტარ არიან მორწმუნენიო და რომ არის ადამიანი რომელსაც მაგალითად ქრისტიანებიც როცა დედამიწაზე ზოგჯერ მიდიოდა ადამიანებთან ზოგჯერ ისინი პირდაპირ კურნებოდნენ ზოგჯერ ასევეა წმინდანთანაც შეიძლება პირდაპირ კურნებით მოხდეს კურნება შეიძლება თულად არ დაჭირდეს ადამიანს ამ ტყუთან მისვლა წმინდანთან მისვლა ასე შემდეგ შეიძლება ახსენოს სახელი და ისეთი წმენა ქონდეს რომ ის მაშინო განიკურნოს ესა უამრავი რაღაც ადამიანის წმენაზეა დამოკიდებული. დედაო, თქვენ გაქვთ კურთხევა მამა გაბრიელისგან მის სიცოცხლეშივე და ეს ამ კურთხევით ხართ დღემდე, როდესაც მისი უხრწნელი სისხლი გაქვთ. მის სიცოცხლეში ისე რომ მამა გაბრიელმა იცოდა რა და როგორ იქნებოდა. ეს მუდმივად მქონდა ჩემთან და ეს ყოველთვის მაქვს. აი თქვენთან აი ამ მონასტერში, ვარდგინეთის დედათა მონასტერში. სადაც აი სულ მამა გაბრიელი უმეტესობა მამა გაბრიელია აქ წარმოდგენილი და სულ მამა გაბრიელია. თქვენთან ისევ არის მამა გაბრიელი და თქვენ ისევ მამა გაბრიელთან. სამთავროში ვიყავი, ფიქრობდი თუ საი მამა გაბრიელის ხატი მეუბნებოდა რომ უნდა წავთულიყავი და მე ძალიან შეწუხებული ვიყავი მამა გაბრიელი აქედან როგორ წავიდე ხომ ღალატი ხო არ იქნება რომ შენი სხეული აქ არის და მე კიდე უნდა წავიდე და მაშინ ესეთი შემოდიოდა გულში ესეთი სიტყვა მამა გაბრიელისა რომ მე მან დარავარ აი მე სადა ვარ და გამოიხედა და მე გავიხედე და აღმოსავლეთისკენ დავინახე მამა გაბრიელი და მე გადავწყვიტე რომ სასასვლელი ვიყავი.
ანუ თქვენ მიგანიშნათ მამა გაბრიელმა რომ აქეთ უნდა წამოსულ. მრევლი ბევრი ყავთ დედაო აქ მოდიან. მოდიან სოფლელები და ხალხიც მოდის ეხმისაც როგორ უნდა. აი კურნებისთვის თუ მოსულა უამრავი კურნებები აღარ მამაგაბთან მოდიან თხოვენ ევედროდეს განსაცდელის გამო ზოგჯერ რაღაცა სნეულების გამო ზოგჯერ რაღაცა ადამიანის უძლურების გამო და ყოველთვის სრულდება ეხმარება მამა გაბრიელი აი ის როგორ იყო დედაო როდესაც ურწმუნო ქალბატონმა რაღაც არა ურწმუნო არა შეიძლება რაღაცა კითხვები ქონდა გაჩენილი რომ ყველა ადამიანს აქვს რწმენა ურწმუნოსაც თავისებური რწმენა აქვს და უბრალოდ რეალურად რო გამოჩნდება ხოლმე მე მივხვდებით რომ ეს ხომ აი მე ეს კურნება წამომივიდა აი აქედან აი გავიხსენებ იმ კრაზანას ფაქტს თქვენი მონაყოლიდან ვიცი რომ ქალბატონს კრაზანამ უკბინა და თქვენ აცხეთ მამა გაბრიელის ზეთო რა ძალა აქვს შემეკითხა აი ამზეც რა ძალა აქვს მეუთხარი აი ახლა ალბათ მამა გაბრიელი გაჩვენებს და მართლა ცოტა ხანში საფლავთან მოფრინდა ეს კრაზანა მაინდა-მაინც ამ გოგონას უკბინა ფეხზე ეს ფეხი იმ წამს დაუსივდა ხო და მე მითხარ მოდი მამა გაბრიელი ზეთი წავიდეთ იმას ახლა წასმა არ უნდა ეს რას მიშველის ესეთი აზროვნებით და წაუსი მაინც მამა გაბრიელი ზეთი და მაშინ განიკურნეს დაცხარა ყველაფერი კიბილმა გაიარა და მე ვთხარ აი თურმე რა ძალა ქონია მამა გაბრიელი ზეთი კიდე დარწმუნდა ამ ძალაში აი თვითონ თუ გამოგიცდიათ ეს კურნების ზალა თქვენ პირადად დედაო მე აუცილებლად მე როცა რაღაცა მაწყობ თუ მამა გაბრიელი ზეთს ვიყენებ და ვსვამან ვისმევან თორე პირდაპირ მამა გაბრიელს ვევედრებ რომ მამა გაბრიელი მიშველი რაღაც და გირჩებათ ის ტკივილი გირჩებათ დედაო მოდით რადგან ამდენი ვისაუბრეთ ჩვენ მამა გაბრიელის უხრწნელ სისხლზე მე ხლა მაყურებელს ბევრს არ მოუყვები ისე თქვენგან არის უკეთესი მაინც რომ კიდევ ერთხელ ხო შეიძლება რომ ვინც ახლა ისმენს პირველად მამა გაბრიელის სასწაულების შესახებ ისიც იცოდეს საიდან და როგორ არის ეს უხრწნელი სისხლი და თქვენ მოყვეთ ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ვინც იცის ეს ზეპირად კიდევ ერთხელ შევახსენოთ მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლის თაობაზე და შემდეგ უკვე კითხვას დაგისვამთ მის კურნებაზე დიახ მამა გაბრიელის სიცოცხლეში სნეულების დროს ექიმები მოვიდნენ და დიახ სისხლი აუღეს და როდესაც სისხლი აუღეს წავიდნენ რომ ანალიზი გაეკეთებინათ გაიარეს სვეტი ცხოველში ეს იყო გერმანული კოლბა გერმეტულად დახურული თავით და გაიარეს სვეტი ცხოველში და ექიმს რომელსაც ეჭირა ხელში ეს კოლბა თქვა რომ როდესაც მანქანაში ვიდივართ უცბად გეგონება ამ კოლბას ქვემოდან რაღაცამ დაკაჩა და ეს კოლბა თავი მოდრა სისხლი დაიღურა და დარჩა სულ მცირე ალბათ 1 მილიგრამი და ძალიან შეწუხდნენ და აღარ რამდენი ერთი კვირის შემდეგ ისევ მოვიდნენ და სთხოვეს მამა გაბრიელს რომ ეს კოლბა ალბათ შეინახეს ექიმებმა უჯრაში ჩაუდვია და ისევ მოვიდნენ ეს კვირის სთხოვეს მამა გაბრიელს ისევ აიღო სისხლი და რომ ის კოლბა დაიკარგა დაიღვარა მამა გაბრიელი ბრუნდა რომ არა ვარიზე იყო მაგრამ მაინც აიღოს ეს სისხლი და ისევ წავიდნენ და საოცრად ექიმები იყვნენ ამ დროს როდესაც წავედით თვითონ იმის საღამოთი მორიგე ვიყავი რომ ანალიზი გამეკეთებინა და ჩანდა სამორიგეობაში დავტოვე რომელიც იკეტებოდა და ცოტა ხნის შემდეგ და მორიგეობა დავამთავრე მივდივარ უცბად ატყდა ყვირილი შემდეგი ექიმი მოვიდა შემცვლელი და უცბად ატყდა ყვირილი რომ ოთახიდან ჩანთები დაიკარგა და როგორ დაიკარგა არავინ არ იცოდა დაკეტილი ოთახიდან ჩანთა გაქრა იმ ჩანთაში არაფერი არ და გარდა ამ სისხლისა და ეს სისხლი გაქრა ჩანთიდან და გაუცებულები ყველანი მხოლოდ დარჩა ეს 1 მილიგრამი სისხლი მე მამა გაბრიელი მარილ გარდაიცვალა და სისხლის აღება ვეღარ მოახერხეს და ეს 1 მილიგრამი სისხლი დარჩა და ექიმი მითხრა რომ მე ჩემს უჯრაში მაქვს მამა გაბრიელის ეს სისხლი შენახული და რა ვქნა არ ვიცი მითხრა ექიმი მითხრა მე მომიტანი აქ და მომიტანი და ესე დამრჩა მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლი დიდება უფალს დიდებენ მამა გაბრიელს და აი ეს სისხლი არის აი ასეთი მართლა ჩვენი სულისა და ხორცის მაკურნებელი.
დედა პარასკევა, ეხლა თქვენ ალბათ უკვე ზედმეტიც არის ეს კითხვა, მაგრამ მაინც უნდა დაგისვათ. აი სასწაულებრივ ზეთზე, ანუ მამა გაბრიელის სასწაულებრივ ზეთზე და აი ამ უხრწნელ სისხლზე, რომელს რა ძალა აქვს, აი რა დროს კურნავთ აი ამ უხრწნელი სისხლით და რა დროს ვთქვათ აი ამ სასწაულებრივი წმინდა ზეთით მამა გაბრიელის. ორივე არის თანხმდრაში ერთმანეთთან. ზეთიდან გარდა მოედინება უხილავი ძალა და აძლევს იმ ძალას ამ კურნებისას და გონების საღად განვითარებისას. სისხლის პირდაპირ შეხება წმინდა მამა გაბრიელთან და ისაძლევს უდიდეს ძალას ადამიანს, რომ შედეგი მიიღოს ის, რაც უნდა. ანუ მძიმე, მე მახსოვს ჩემ გოგონასთან რომ შემოხვედით, ჩემს მარიამთან, იქ ხო არავინ არ იყო, თქვენ მიწაც წამოიღეთ მამა გაბრიელის საფლავიდან და მე ცოტა არ იყო შემეშინ და მე მგონა რომ უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი, იმიტომ რომ ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და მე როგორც დედას ბევრი რაღაცის მეშინოდა, მაგრამ თქვენი იმედი მქონდა, ანუ თქვენ და მამა გაბრიელი ხო ერთად მოიაზრებით და რომ გამოხვედით, იცით, ჩემმა გოგონამ ესეთი რაღაც თქვა, რომ არაფერი ამ ბავშვს არ ახსოვს, ქვეყანაზე რა თქმა უნდა გათიშული ქონდა ტვინი და თქვა მე მახსოვს მამა გაბრიელის ხატი და მარიამ დამიძახა, კი, მარიამ დამიძახა. მამა გაბრიელი, მამა გაბრიელი ჩემთან იყავი. ის მართლა ყოველთვის ჩემთან არის. და თქვენ რომ გამოხვედით, თქვენ მე მითხარით, რომ მარიამი გადარჩება. და ასევე მინიშნებას მაძლევს, რომ წამოწყობთან გამოვდივარ, როგორ იქნება მდგომარეობა. მე სულ ნერვიულობ და ავამტყობთან რომ მივიდა რა თქმა უნდა და როცა მამა გაბრიელს უმეუბნება რაღაცნაირად შინაგანად ხდება რომ გეშინია ყველაფერი ესე კარგად წავა. დიახ, და თქვენ ეს თქვით და ასევე მოხდა ჩემი მეუღლის დიშვილთან დაკავშირებითაც ავტოავარიის შემთხვევა იყო და ახლა ინვალიდის სეტლში ზის, მაგრამ არავის ეგონა და არავის ჯეროდა, რა თქმა უნდა, დედას ყოველთვის უნდა და ახლობლებს რომ გადარჩეს შვილი, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. თქვენ მაშინაც მოგზანდით აი ამ ზეთითა და უხრწნელი სისხლით და რომ გამოგზანდით, თქვით რომ ლექსო გადარჩებოდა. მადლობა ამისთვის კიდევ და კიდევ. და დედაო, აი მიწას რა ძალა აქვს მამა გაბრიელის საფლავის მიწას და დღეს არის თუ არა კიდევ ის მიწა? წმინდანების დიახ არის. წმინდანების საფლავზე მიწებით გამოიყენება ჩვეულებრივ სხვადასხვა წმინდანების და ამას კურნებენ და ზოგჯერ ამ მიწას წყალში აგდებენ და სვამენ, ზოგჯერ თავქვეში იდებენ, ზოგჯერ ევედრებიან და ასე ყველანაირად იყენებენ რომ შედეგი იყოს. და აი რა ძალა აქვს, ანუ რა დროს როგორ უნდა გამოვიყენოთ, თქვათ ეს მიწა. აი თავქვეშ მაგალითად რას კურნავს, წყალში რას კურნავს. სნეულების დროს ან უძილობის ან რაღაც ასეთი შემთხვევების დროს ეს მიწა გამოიყენება იმისთვის რომ ადამიანებმა ზოგჯერ ავადმყოფობის დროს, ზოგჯერ რაღაცა განსაცდელი დროსაც ისინი იდებენ ამას მტკივარ ადგილზე და შედეგი არის აი როგორც ზეთი. დიახ. და აი მოხმარების წესით რომ კიდევ უთხრათ, მე კიდევ ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ მე ყოველ დილას ამას აუცილებლად ვიფიქრებ ხოლმე და როცა გინდა რომ ღმერთს რამეს თხოვო, პირველად უნდა თქვა მამა უჩვენოს ლოცვა. დიახ. ღვთისმშობელო ქალწულს სამჯერ და წმინდა მამა გაბრიელებად ღმერთსა ჩვენთვის სამჯერან წმინდანს და შედეგი იქნება. მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ დედა პარასკევა არის ავტორი იმ დაუჯდომელი საგალობლისა, რომელსაც მამა გაბრიელის დაუჯდომელი საგალობელი ქვია და რომელიც მე ძალიან მიყვარს. ძალიან, აი თითქოს ძალიან მარტივად არის დაწერილი და პირდაპირ სულში და გულში მოდის და გონებაში. მე არ ვწერდი ამ დაუჯდომელს, რომ არ შემიძლია მამა გაბრიელ მეთქი და თითქოს აი რაღაცა მაძალებდა მამა გაბრიელ დაწერე და მე დავწერე დაუჯდომელი, რომ რაც მამა გადაგებდა მამა გაბრიელ სიტყვებს ამბობდა, აი ის სიტყვები, ის სახარება, რასაც ამბობდა, როგორც ესაუბრებოდა და მე ჩავწერი ამ დაუჯდომელში და პარაკლში. მე მამა გაბრიელმა ის მადლი დაადო ამას ღმერთის მადლი და ის გახდა იორის საკითხავი.
ძალიან ძლიერი დაუჯდომელი აი ეს საგალობელია. დედაო, არჩილ მინდიაშვილს აქვს კიდევ დაწერილი მამა გაბრიელის დაუჯდომელი, სადაც მამა გაბრიელი მოხსენიებული ყავს ღვთის ძედ წოდებული. მოდით გავუმარტოთ. ისე როგორც წმინდა მამებს, ესეც დიდწმინდა მამებს, როგორც მამა გაბრიელი, სოფლიო მნიშვნელობის დიდწმინდა მამებს, რომლებიც იცავდნენ დედამიწას, ღმერთს ყავდა ესეთი დიდი წმინდა მამები, რამდენიმე გამორჩეული, რომლებიც დედამიწას იცავდნენ ანტიქრისტესთან გამეფებისაგან დედამიწაზე და ამ ბოროტი ძალის მოქმედებისაგან დედამიწაზე. მამა გაბრიელი ასეთივე დიდი იყო, განსაკუთრებულად გამორჩეული ღვთისაგან და ღმერთმა და ღვთისმშობელმა გამოგზავნა მამა გაბრიელი საქართველოში, რომ ამ პატარა საქართველოს მადლით და ასეთი დიდი რწმენით შედეგი ყოფილიყო მთელ მსოფლიოში, რომ მსოფლიო გადარჩენილიყო ბოროტის მანქანებისაგან. დრომდე ქრისტეს მეორად მოსვლამდე და ეს არის და ამიტომ ასე წმინდა მამები პატარა ღმერთებს უძახებდნენ. და ალბათ არჩილმაც ეს ტერმინი გამოიყენა. და ძალიან მიხარია ეს იმხელა საოცრება არის ჩემთვის, რომ ძე ღვთისა უფალია, ანუ უფალთან გატოლებული ჩვენი პატარა ღმერთებს უწოდებდნენ და ამიტომ ალბათ არჩილმა ეს გამოიყენა. მადლობა უფალს, მადლობა მამა გაბრიელს, მადლობა თქვენ, მადლობა დეკანოს არჩილ მინდიაშვილს და ჩვენ უახლეს, აი ამ საქართველოს უახლეს ისტორიაში ხილული წმინდანი ყავდა და ყავს. მამა გაბრიელის მსახით და მამა გაბრიელი ამბობდა, რომ ღვთისმშობელი ხალხთან რომ იყო, რა იცოდნენ რამხელა იყო დედოფალი ცისა და ქვეყანისა და მე რომ თქვენთან ვზივარ, რა იცით თქვენ მე ვინ ვარ. მოვადრო და მსოფლიო გაიგებს ვინ არის გაბრიელიო. და ალბათ ეს ბოლოს დაამატა, რომ ის პაპთან დამიბარებენ, ალბათ ეს თალოსულიში იყო და მათ ჩვენ ვერ გვგებულობთ. და ალბათ რაღაცა საიდუმლოება ალბათ დევს ამაში. და ეს არის ეს მამა გაბრიელი, რომ მართლაც მსოფლიომ გაიგო ვინ არის გაბრიელი. ისეთი დიდი ძალა არის მასში ღმერთისა, რომ მსოფლიო ევედრება მამა გაბრიელს, რომ მსოფლიო მნიშვნელობის წმინდანი არის. და სხვათა შორის იცით დედაო, აი ახლა თქვენთან რომ ვზივარ, მართლა ძალიან ჯერ ხო ისედაც მონაზონთან რომ ხარ, სტუმრად რომ ხარ და მით უმეტეს როცა ბედავდა ესაუბრები მას, ეს ძალიან დიდი სიწმინდე და დიდი მადლი გადმოდის და მეორეც თქვენ არა უბრალოდ მონაზონი ხართ. თქვენ ის მონაზონი ხართ, რომელსაც სიცოცხლეში ხვდა ბედნიერება წილად, რომ მისი მორჩილი და მისი მომვლელი ყოფილიყო. მოდით გავიხსენოთ რაღაცა გარკვეული ფრაგმენტები აი აქედან. ვინ იყო თქვენთვის აი იმ მომენტში, აი რანაირად თქვენთან სიზმარი ნახეთ და უცებ აგიხდათ აი ესე უცნაურად გადავწყვიტე. გადავწყვიტე ძალიან წავიკითხე ანტონი დიდის ცხოვრება. მეტიც იგი მაშინ გამოსული არ იყო ესე სულიერებაზე. და ძალიან შევწუხდი, რომ ანტონი დიდის ცხოვრება ძალიან რთულად ეწერა და ვფიქრე, რომ ამას ვერ შევძლებდი. და მებედრებოდი ღვთისმშობელს, როგორ მოქცეულიყავი მეთოდა მონაზონი, როგორ მოქცეულიყავი არ ვიცოდი და უთბად ხატი, რომელსაც მებედრებოდი, ივერის ღვთისმშობლის ხატი გაცოცხლდა და მეუბნება, შენ წადი და თუ გაგიჭირდება მე დაგეხმარებიო. მართლაც მე წავედი მონასტერში იგივე, რომელ მონასტერში? სამთავროში წავედი. მამა უთხოვე კურთხება და წავედი სამთავროში და მართლაც ზუსტად კიბეზე როგორც კი ავედი, შევხვდი მამა გაბრიელს, რომელსაც არ ვიცნობდი რა თქმა უნდა. და რომ დავინახე, რომ ის მღვდელი იყო და ჯვარიკი და პატივისცემის ნიშნად კურთხება ავიღე. და აი ღმერთმა ღვთისმშობელმა პირდაპირ მამა გაბრიელთან მიმიყვანა მერე და აი ესე აღმოჩნდა. სახელიც მან შეგირჩიათ. სახელიც მან შემირჩია. ესე აღმოჩნდა მამა, ანუ ღვთისმშობელმა პირდაპირ მიმიყვანა, მამა გაბრიელის ყოველთვის მეხმარებოდა, რომ მამა გაბრიელთან ეს ურთიერთობა ყველაფერი კარგად ყოფილიყო. არ გიჭირდათ მისი საუბრების, სალოცის საუბარი ძალიან რთული გასაგები. ღვთისმშობელი ზუსტად ამიტომ ალბათ მეხმარებოდა, რომ ეს სიმსუბუქე ყოფილიყო და სიმშვიდე. აი ზუსტად ეს იყო ის დახმარება, რასაც ღვთისმშობელი მიწევდა. ის ყოველთვის მებედრებოდი ძნელ მომენტებში და ის ყოველთვის მეხმარებოდა. მამა გაბრიელს განსაკუთრებულად უყვარდა ღვთისმშობელი. ძალიან დიახ. და მამა გაბრიელი ყოველთვის ლოცვისას ღვთისმშობლის ხატის ქვეშ იდგა. ხო ასე არის. აი
რას ხედავდა მამა გაბრიელი ღვთისმშობელში? ეხლა ძალიან უცნაური და თითქოს პრიმიტიული კითხვაც არის, მაგრამ ჩემი აზრით ეს ხედავდა საქართველოს წარსულსა და მომავალს. და ევედრებოდა ღვთისმშობელს, რომ საქართველო გადაერჩინა. დედაო, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია განსაკუთრებით დღეს. აი თქვენ, როდესაც მამა გაბრიელთან ახლაც, აი ის უხილავი ძაფები გაქვთ და თქვენ და მამა გაბრიელი ერთად მოიაზრებით, იმიტომ რომ მამა გაბრიელი თქვენშია. თქვენ მე პირადად არ ვიცი, აი თავისით ამოვიდა ეს სიტყვები, მე არ შემიქმნია ხელოვნურად, მე თქვენ გიწოდეთ მიწაზე მოარული მამა გაბრიელი, დედა პარასკევას ასე გიწოდეთ. თქვენ მას მიწაზე მოარულ ანგელოს უწოდებდით. დედაო, რას გეუბნებათ მამა გაბრიელი საქართველოს თაობაზე, დღევანდელ სიტუაციაზე, როდესაც ამდენი მუსულმანი, ამდენი უცხოტომელები არიან შემოსულები საქართველოში და ქართველის ადგილი პრინციპში აღარ არის და მართლმადიდებლობა თითქოს ფეხქვეშა აქვს გათელილი. მამა გაბრიელი ცოცხლებში ამბობდა, რომ აი თითქოს ეგონებათ, რომ ახლა საქართველო გაქრა და აღარ არსებობს და ზუსტად მაშინ აღორძინდებაო. და ალბათ ეს არის, რომ მამა გაბრიელი ამბობს, რომ გეშინეთ, მე დაგეხმარებით და საქართველო კარგად იქნება. აი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ჩვეულებრივმა მოკვდავმა ადამიანებმა? აი ვიცი რომ უნდა ვილოცოთ გულწრფელად, მაგრამ ილოცეთ რაც შეიძლება, ლოცვამთებს დაძრათ. დიახ. და ალბათ ეს გვევედრება რომ ილოცეთ, ამბობდა რომ სიკეთე ქმენით, რომ თქვენმა გაკეთებულმა სიკეთემ გადაგარჩინოთო. მაგრამ აი ზუსტად ეგ კითხვა დავსვი, რომ დღეს მართლმადიდებლობას ფეხქვეშ თელავენ და აღარაფერს ვამბობ უცხოტომელებზე. იგივე არ ვიცი ახლა ეს რანაირი ქართველია, მაგრამ იგივე თუნდაც ქართული გვარებით ყოფი ადამიანები, ქართული გვარების მქონე ადამიანები და როგორ უნდა ილოცოს მომავალი თაობა დაგვეკარგად. არა, ღმერთია თუ ყველა ლოცვები შეწყვიტეს დედა. არა, ეგრე არ არის. ეს არის მცირე საზოგადოება, რომელიც შეცდომილი არის და ცოტა ღმერთი დაშორდა. ეს არ არის. თუ ყველა დაეცა მამა გაბრიელ ამბობს თუხში, მაშინ ღმერთი სადღაა, მაგრამ არა, ღმერთი არსებობს, არის, დგას და დადიოდა მუსიკულებთან ერთად დედამიწაზე ფეხით და ხალხს ასწავლიდა როგორ უნდა ეცხოვრათ. ამიტომ ღმერთი არის, დგას და ეხმარება ქვეყანას და საქართველოს ღვთისმშობლის მეუღლებით და მამა გაბრიელის და წმინდანების მფარველობით. წმინდა გაბრიელ სალოსი, სიყვარულით ახსავსე ბერი გვასწავლიდა. პირველი, ყველაზე დიდი სათნოება სიყვარულია. თუ სიყვარული არ გაქვს, არაფერი გაქვს. გიყვარდეთ ღმერთი და მოყვასი თქვენი. მეორე, ნუ განიკითხავთ, რათა არ განისაჯოთ, ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი. იყავით მიმტევებელნი და თანამგრძნობნი. მესამე, უბრალოება შეახსნა. ნუ ეძებთ მიწიერ-დიდებას, არამედ სულიერ სიმშვიდეს. ეძიეთ ღმერთი თქვენს გულებში. მამა გაბრიელის ლოცვა შეგეძიოთ.
დედაო, ღმერთის წყალობით, ესე იგი, როდესაც თქვენ საუბრობთ, მე ძალიან მშვიდდები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მიხარია, რომ ჩემი საქართველო და ჩემი ქართველიერი გადარჩება, თუნდაც მცირედი, მაგრამ ის მცირედი გამრავლდება და გაიზრდება. დედაო, საკვების ამბებზეც არის ძალიან მძიმე სიტუაცია. ახლა ყველა კუთხიდან არის შემოტევა საქართველოზე, კვების მხრივ, გენოფონდის მხრივ და ასე შემდეგ. აღარ ჩამოთვლით თქვენ ჩემზე უკეთ იცით. მამა გაბრიელი იმასაც ამბობდა სიცოცხლეში, რომ მიწის ჭამა მოგვიწევს და ბალახის და სოფლებში უნდა დავბრუნდეთ. მოდით თქვენ უფრო განავრცეთ აი ეს თემა. იცით აი ეს საკვები რაღაცა დღეს რომ კუჭის პრობლემა წამოვიდა წინ, სეირი და სანახაობა და უფალი გარკვეულმა წილმა ადამიანებმა დაივიწყეს. აი ამის თაობაზე კიდევ და კიდევ გითხარით რა. ამბობდა რომ დიახ. ლოცვით მიღებული ყველაფერს განწმენთ და ლოცვას შედეგს გამოიღებს. ამიტომ ისა ქაღალდ დაწერილია მამა გაბრიელი ამბობდა, ვერაფერს ვერ დაგიშავებ, მთავარია ანტიქრისტეს ბეჭედი არ მიიღო ჩუბზე და ხელზე და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. დაგეხმარებათ ღმერთი, ვითხოვეთ და მე დაგეხმარებთ უშობელი არ მიგატოვებთო. კარგით, აი ანტიქრისტეს ბეჭედი დღეს ყველაფერზე შტრიხ-კოდებია. ამას მამა გაბრიელი ამბობდა რომ ფურცელზე დაწერილი ვერაფერს ვერ დაგიშევ. ლოცვით მიღებული ყველაფერს დიახ. აი ეს კიდევ გაგამეორებინეთ, იმიტომ რომ მე მინდა რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ის, რომ ხალხი შემოვიდეს, ძალიან შემოვიდეს რწმენაში, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ აი ეს უფლის სიყვარული და რწმენა, აი როგორც თქვენ გვეუბნებით, მამა გაბრიელი როგორც ამბობდა, აი ისე მოხდეს. დედაო, როგორ თან ხვდება წმინდანთა, მაგალითად წმინდა გაბრიელის კურნების ნიჭი ტრადიციულ სამედიცინო ცოდნის პრინციპებთან? თქვენ წეგან კი თქვით, მოკლედ, მაგრამ აი ახლა ცოტა რომ განვავრცოთ და უფრო შეიძლება თუ არა წმინდანთა მიერ აღსრულებული სასწაულები განვიხილოთ როგორც ღვთიური მადლით განხორციელებული სულიერი თერაპია და არის თუ არა მსგავსება გარკვეულწილად ფსიქოთერაპიულ მიდგომებთან. და ამას მე უფრო გაგიშიფრავთ რა მინდოდა მეკითხა. იცით როგორ არის დღეს ბოროტის ძალა ცოტა გაძლიერებულია და ამიტომ ცოტა ზედმეტად ებრძვის. ამიტომ საჭიროა აუცილებლად ადამიანებმა ეკლესიას მიმართონ, წმინდანებს და ღმერთს და შეევედრონ და შედეგი აუცილებლად იქნება. ეს ბოროტის ძალა, რომელიც ადამიანებს თითქოს გონებას უბლენებს, როცა აცდნენ ათდნენ ეკლესიას. სინოდულოში ეს ყველაფერი არის. ლოცვა, ეკლესიაში მისვლა, პარაკლისები, თხოვნა ადამიანების და ეს შედეგს გამოიღებს და მე თუ რამე თვითონ პირადი კურნება ჭირდება თუ ბალახები თუ სამედიცინო კურნები ის აუცილებლად შედეგს გამოიღებს. ანუ დედაო, თქვენ იმასაც აღიარებთ, აი ვთქვათ, ხალხური მედიცინა, რატომღაც დღეს სამედიცინო სფერომ ასე თუ ისე დაივიწყა ხალხური მედიცინა. იცი როგორია, მამა გაბრიელი ამბობდა, რომ მედიცინა ღმერთმა დაუშვა. დიახ. და ეს აუცილებლად საჭირო არ დედამიწაზე. მაგრამ აუცილებლად ნამიმართოს ადამიანმა ღმერთს, წმინდანებს, მამა გაბრიელს ღვთისმშობლებს ეს შედეგი იქნება. დედაო, დღეს აი ასეთ ეს ბალახებიც ღმერთმა დაუშვა. დიახ. აი ყველა საქართველოში თითქმის ყველა ბალახი სამკურნალოა. დიახ, ყველა თავისი დოზით. ყველა თავისი თქვენ ხო არ ამზადებთ შემთხვევით აი ეს? არა? არა გაქვთ მაღაზია კურთხევა? არა, არასდროს მე მამა გაბრიელიძეც ვეუბნები. დიახ. მამა გაბრიელიძეც უწოდა შედეგი არის. დედაო, მე თქვენი ნათქვამი ამოვიკითხე, როდესაც თქვენ ამბობდით, რომ მამა გაბრიელის სამოსის ნაჭრებს, კაბის ნაჭრებს ძალიან დიდი კურნების ძალა აქვს. დიახ. წმინდა წერია სახარებაში რომ დიახ. სამოციქულოში რომ პეტრე მოციქულის ჩრდილი კურნავდა ადამიანებს. დიახ. და წმინდანების სხეულის ნივთები კურნავდა ადამიანებს. ასევია წმინდა მამა გაბრიელს, მას დიდი ძალა მის ნივთებს და მის ანაფორას და მანტიას და ყველაფერს და ის ადვილად ადამიანებს კურნავს. მე მამაგებს ანაფორა დამოხტომა და მოახვევ. ადამიანებს ხედავთ ბოროტი ძალა რაღაცნაირად ითრგუნება, ვარდება და მეოხება დგას. გადაცემის ბოლოს მომახვევთ დედაო. აუცილებლად. ჩვენთან როგორც წეგან ვუთხარ დასაწყისში მაყურებელს,
კლინიკაში ახლა მე შემიძლია რომ ჩვენთან სახლშიაც იყო რამდენჯერმე მობრძანებული მამა გაბრიელის მადლიანი აი ეს მისი სიწვიდეები, მისი სამოსელი, ანაფორა, ქუდი. მაგრამ მე ეს გადავიყვანე შემდეგ და მომყავს თქვენის კურთხევით ჩვენს კლინიკაში, გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაპში, იმიტომ რომ მინდა რომ ბევრმა ადამიანმა მიიღოს ეს მადლი. პაციენტი იქნება, ექიმი იქნება, მომლოცველი იქნება, იცით, აი ეს რაღაცნაირი ასე ვარ განწყობილი და თქვენ წარმოიდგინეთ ხალხს როგორ უხარია, იცით, და ასე მგონია რომ მეც რაღაც პატარა რაღაცა საქმეს ვაკეთებ, თუნდაც აი ამ კუთხით. მადლობა ამისთვის და მე ვფიქრობ რომ მაყურებელი კიდევ და კიდევ უფრო მეტად მიხვდება რომ ლოცვით და რწმენით და როცა მობრძანდება ჩვენთან მე აუცილებლად გავაგებინებ, სულ ვაგებინებ ხოლმე მაყურებელს რომ მობრძანდეს და მამა გაბრიელისგან აი ეს კურნების მადლი მიიღოს და მადლობა თქვენ დედაო კიდევ ამისათვის დედაო, როდესაც დღეს რაღაცნაირად მაინც მომავალ თაობაზე მაქვს საუბარი, თორე ჩვენი თაობა ასე თუ ისე რაღაცა აი თითქოს მემატიანებად ხდებით აი უახლესი ისტორიისა და ჩვენ როდესაც უკვე გავალთ ამ ქვეყნიდან აი მაშინ მომავალ თაობას რა ეშველება მაგაზე ვნერვიულობ. მარხვაზე აღარ არის უკვე ლაპარაკი. მომავალი თაობის გარკვეული ნაწილი უკვე საერთოდ აღარ ფიქრობს ამ მარხვაზე. არიან ესეთი საზოგადოება, მაგრამ როგორც კი გაუჭირდებათ, როგორც კი იმ წამს ფიქრობენ, რომ ეს რაღაც გადაგულახავი პრობლემა, გადასარახი მოხდება ეკლესიაში და მე იქეთ გარბიან ხოლმე, ბევრი მინახე ასეთი. და აი ასეთი კითხვა მაქვს, რა ადგილი უკავია მარხვას, როგორც სულიერ, ისე ფიზიკური განკურნების გზას, აი ამ გზას თანამედროვე მედიცინისა და სამეცნიერო დაკვირვების კონტექსტში. აი თქვენ რო აუხსნათ აი ამ ადამიანის სულს. დიახ. და სხეულს და ეხმარება ადამიანს რომ მიუახლოვდეს ღმერთს. მაგრამ მარტო მარხვა როგორც წერია, მარტო მარხვა ვერაფერს თუ მას უნდა ახლდეს თან სიკეთე, სიყვარული და რწმენა. იცით, დღეს ხალხი აი ესე ზოგიერთი, გარკვეული ნაწილი ადამიანებისა ფიქრობს, რომ ის დაიცავს მარხვას, ანუ კვებით პრობლემებზე აქვს უკვე საუბარი, ის არ იკვებება, აი ვთქვათ, არ ჭამს ხორცს, არ მიირთმევს რაღაც გარკვეული ვთქვათ, რძის ნაწარმს და ასე შემდეგ, მაგრამ ავიწყდება ლოცვა. ან რაღაცა სასაუბრებლო მარხვა ლოცვის გარეშე მკვდარი, საქმის გარეშე. დიახ. მაგრამ არის მეორე კატეგორია, რომელსაც რაღაცა გარკვეული პრობლემების გამო კვებითი ან თვითონ არ შეუძლია, იცით, რომ ვერ იკვებება ისე სათანადოდ რაღაც, მაგრამ სულოცულობს. აი აქ მე რა ლოცვას დიდი ძალა აქვს, მაინც დაეხმარება ღმერთი ადამიანებს, რადგან ევედრება ის ღმერთს, შედეგს მიიღებს. მამა გაბრიელის ლოცვა უფლისადმი და მამა გაბრიელის ჰქონდა და ყველა წმინდანს ჰქონდა თავისი პირადი ლოცვა. პირადი ლოცვა ჰქონდა წმინდანებს, რომელთაც თვითონ ღმერთს მიმართავდნენ, მაგრამ ჩვენ უნდა დაწესებული წესებით მივმართოთ წმინდანს, რომ შედეგი მიიღოთ. ის მათი პირადი ლოცვა იყო. დიახ. და ჩვენ გავკადნერდებით, რომ მათ პირადი ლოცვით მივმართოთ მას. ის იყო თავისი პირადი ლოცვა და ეს პირადი ლოცვა არის დარჩენილი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ აი ასეთი დიდი ძალით მიმართავდა მამა გაბრიელი ღმერთს, მაგრამ ჩვენ უნდა მიმართოთ თავის წესებით. დიახ. და კიდევ მამა გაბრიელის უდიდესი, აი უძლიერესი ლოცვა, რომელსაც მართლა სასწაულები მოუხდენია ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ღმერთო გევედრები ზეციდან გვისმინე. დიახ, არ ვიცი ახლა მთლიანად მოგვეთ თუ არა, დიახ. პირადი ლოცვა. ეს არის პირადი ლოცვა, მაგრამ უკვე შეტანილია ხო საეკლესიო წიგნებში ამაში. დიახ, და ეს არის უძლიერესი ლოცვა. აუცილებლად, როდესაც მამა უჩვენოს ვამბობ, მე აუცილებლად ამ ლოცვას ვკითხულობ. და ძალიან მიყვარს ეს ლოცვა, ღმერთო გევედრებით, დიახ. დედაო, აი, არ გაგიჭირდათ, როდესაც მონაზვნად აღიკვეცეთ? მე დარწმუნებული ვარ, ეხლა არ ვიცი მონაზვნს უნდა ვუთხრა თუ არა მის გარეგნულ სილამაზეზე, მაგრამ მე წარმომიდგენია როგორი ლამაზი იყავით. იმ ასაკში, როდესაც თქვენ მოხვედით ეკლესიაში. როცა გადაწყვეტ რომ ღმერთისკენ წავიდე, ღმერთი უკვე გინახავს თვითონ.
ის გეხმარება რომ თავისთან მიხვიდე და ის ნელა-ნელა როგორც პატარა ბავშვი დედა ზრდის და ეხმარება რომ ნაბიჯები გაიაროს, მერე გაიზარდოს, მერე დაეხმაროს, მერე სხვადასხვა დახმარებები ჭირდება, ისე ღმერთიც როცა ადამიანი მისკენ მიდის, ის ნელა-ნელა ადგენს ნაბიჯს და ეხმარება რომ წავიდეს ღმერთისკენ და შედეგიც ყოველთვის არის და სიმსუბუქეც მოდი. ზოგჯერ სიმძიმეა, ზოგჯერ სიმსუბუქე, მაგრამ ეს არის ღმერთის ძალა. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ თან მერიდება რომ თქვენ ამ ხელა დროს გაკარგინებთ, მაგრამ მოდით აი ეს კითხვა, რა კავშირია ქრისტიანულ ცხოვრებასა და ადამიანის ფსიქოლოგიურ ემოციურ ჯანმრთელობას შორის და როგორ უწყობს ხელს ეს ფიზიკური დაავადების პრევენციასა და რეაბილიტაციას. მე ეს კითხვა წეგან დაგისვით, მაგრამ მაინც თითქოს მინდა რომ უფრო გაიშალოს. აი მე მესმის რომ თქვენ მეტყვით ისევე ეკლესიაზე ან რაღაცა, მაგრამ ეს რატო დაგისვით, იცით? ადამიანი ძალიან ბევრი რაღაც უცნაურად თითქოს შეპყრობილებით არის. აი რაღაც ბოროტი ძალისაგან შეპყრობილი და ეხლა ღმერთი რომ არ არსებობს, ადამიანები შეპყრობილები იქნებოდნენ მარადიულად. მაგრამ არსებობს ღმერთი, რომელმაც ადამიანს შეექმნა, ადამიანებთან დადიოდა, ეხმარებოდა და აი ამ ღმერთის ძალით თავისი წმინდანების მეოხებით, ღვთისმშობლის მეოხებით, თავისი წმინდანების მეოხებით ეხმარება ადამიანებს ის განიწმინდოს მისი სული, განიწმინდოს ამ ბოროტ მანქანების ძალისაგან და შედეგი იყოს სუფთა ჯანსაღი და მოაზროვნე. მამა გაბრიელა ამბობდა, რომ ღმერთმა მომცა, რომ ადამიანის გონებაში რაც ცუდია ის გამოვიტანო და რაც კარგია ის შევიტანო. უნდა შეევედრონ და შედეგი იქნება. იცით, დღეს რამდენიმე უნივერსიტეტის დღეს ხო არ ვიცი უნივერსიტეტების ბუმია საქართველოში. ყოველ სარდაფში უნივერსიტეტია გახსნილი და ძალიან ბევრი აი ასეთი უნივერსიტეტების ბავშვები ამბობენ, იცით, მე მქონდა პირადად შეხება მათთან და იმიტომ გეუბნებით, როდესაც ამბობენ, რომ ქალბატონო ქეთი თქვენ არასწორად გვასწავლით. ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი, ნუ ერთი გოგონა წამომიდგა და ესე კატეგორიულად მითხრა, არამედ ჩვენ შევქმენით ღმერთი და ამიტომ ღმერთი არ არსებობს. მოდით რა, ამ თაობას. ესეთი ადამიანებიც არსებობენ, უწმუნო ადამიანებიც არსებობენ, მაგრამ როგორც კი დადგება მომენტი იმისა, რომ ეს გაუჭირდება და ან რაღაცა სერიოზული პრობლემა იქნება, აუცილებლად დაუდგება დრო, რომ მიმართოთ ღმერთის გარეშე ის ვერ გადარჩება. თუ გადარჩენა უნდა? დიახ. და რა როლი აქვს ტრადიციულ ქართულ მედიცინას სამკურნალო მცენარეებსა და ხალხურ პრაქტიკებს ქრისტიანული რწმენის კონტექსტში, როგორ ხდება მათი სინთეზი ეკლესიური ცხოვრებით კურთხეულ მკურნალობასთან? შესაძლებელია თუ არა წმიდა ადამიანების რჩევების გამოყენება, როგორც სულიერი და ფიზიკური ჯანსაღობის გზამკვლევი იყოს? მე ჩვენ თითქმის ვისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ ახლა კონკრეტულად რომ თქვა რომ დაუშვა ღმერთმა ეს მედიცინა, რომელიც კურნავს ადამიანს, ღმერთის დაშვებით არის. ბალახებიც რომელიც კურნავს ადამიანს, ესაც ღმერთის დაშვებით არის და შეიძლება გამოიყენოს ლოცვითა და ცხოვრების ეკლესიური ცხოვრების წესით გამოიყენოს ეს მედიცინა სამკურნალო ცხოვრების. მე რამდენჯერმე ესე იგი პრინციპში ერთი და იგივე კითხვა დაგისვით, მაგრამ მე მინდა რომ ეს იცით აი უფრო და უფრო ჩაუჯდეს ჩვენს მაყურებლებს. მამა გაბრიელა რაც უნდა წამრებს. და ადამიანებს აჩვენებდა რომ წამალი აუცილებელია, მაგრამ ღმერთის შემდეგ. და დედაო, აი აცრებზე რას გვეტყვით? ახლა შეუძლებელი არის რომ ეს კითხვა არ დაგისვათ. ახლა არ ვიცი, მამა გაბრიელის დროს მის სიცოცხლეში ასე ვთქვათ გაგიჟებით არ იყო აცრების თაობაზე და რაღაცა პანდემიებზე და რაღაცა კი საქართველოს ბევრი შავი ჭირიც გამოუვლია და ასე შემდეგ და სხვადასხვა დაავადებები, მაგრამ აი ეს სხვადასხვა ეპიდემია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით თითქოს არის ესეთი მოსაზრება, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს და ეს აცრები, რომელიც ადამიანებს მოსაკლავად იმეტებს. თქვენ რა სიტყვით და აი თუ გქონიათ მამა გაბრიელისაგან რაიმე დაშვება? ამბობდა რომ თავარია ეს აცრები ჩემო ანტიკრისტად ბედი და ეს არ მიიღოს. მაგრამ ადამიანი უნდა გაგონიერდეს, უნდა თვითონ გადაწყვიტოს რა არის სწორი და რა არა და შედეგი ისეთი უნდა დადოს. უნდა თვითონ გადაწყვიტოს ადამიანმა. თვითონ
თავისი გონიერებით ეს სწორია თუ არა. თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ რას ურჩევდით? აი იცით, ადამიანს შველა ჭირდება, გაოგნებულია, სამსახური ავალდებულებს თუ კი მუშაობს, მას თუ აქვს სამსახური. ადრე იყო ეს, ახლა ხო სავალდებულო აღარ არის. სავალდებულო არის ისევ დღეს მაგალითად პირადად მე მოვისმინე ტელევიზიით, რომ ახლა კიბოს წინააღმდეგ აცრები იწყება, პაპილომა ვირუსებზე აცრები იწყება, ჩვილებში აცრები დაიწყება რაღაცა განსაკუთრებული ხაზით, არ ვიცი, რაღაცა სხვადასხვა ხაზით და ანუ ისევ იწყება და თან ახლა სოციალური ქსელები აჭრელებულია იმით, რომ კიდევ იქნება, ანუ კიდევ ჩაიკეტება ეს, კიდევ იქნება კომენდანტის საათები თუ რაღაც სპეციალური მას შემოიღებენ და არ ვიცი, დედაო, იქნებ რაღაცით მამა გაბრიელს ღმერთმა და ღვთისმშობელმა მამა გაბრიელს რომ ეს არ მოხდეს და ყველაფერი მშვიდობიანად იყოს საქართველოში და ქვეყანაშიც. ამინ. და ემიგრანტებზე რას გვეტყვით? გადიან და გადიან, მასიურად გადიან. მამა გაბრიელი ამბობდა ემიგრანტებს ეუბნებოდა რომ არ მიატოვოთ და რო წახვალ და უცებრად დაბრუნდით, არ მიატოვოთ საქართველოს ღვთისმშობელი გაგირისხდებათო და ფიქრობ ისე უნდა დაბრუნდნენ თავის დროზე, როცა რაღაცა მატერიალური სიდუხჭირის გამო მიდიან, ისე უცებრად უნდა დაბრუნდნენ, როგორც კი რაღაცა შესაძლებლობა ექნებათ უკვე იმისი, რომ ცხოვრონ ნორმალურად საქართველოში აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ. თუ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც უნდა მამა გაბრიელი რომ ადამიანი სადაც დაიბადება, მასზე იქ გადმოდის მასზე კურთხევა. და ამიტომ საქართველოს დაბადება ესე იოლი არ არის. ის ძალიან ძვირფასია. დიდება მამა გაბრიელს დიდება უფალს და რა ვიცი თუ გონს მოვლენით ჩვენი ემიგრანტები საქართველოს დაიცალა ქართველებისგან და იქნება დროულად ჩამოვიდნენ რომ შვილებსაც მიხედონ შვილებს და რა ვიცი დედაო თქვენ რა სიტყვით აი როგორ შევაჯამოთ ეს გადაცემა რაიმე ხო არ გამომრჩა ისეთი ალბათ ბევრი რამე ამბობდა რომ მithოვეთ და დაგეხმარებით მოყოლთვის თქვენთან ისნებიო და ალბათ ეს დრო არის როცა მამა გაბრიელი ყოველთვის გვეხმარება და კიდევ დაგვეხმარება რომ უნდა ვთხოვოთ მამა გაბრიელს რომ დაგვეხმაროთ რომ ყველაფერი რაც ძალა არის ეს შემოტევა რაღაცა სიახლეები რაღაცა ბოროტის მანქანება ეს განკარდეს და მშვიდობა და სიყვარული დადგეს. დედა მაყურებელს ვუთხრა რომ აი ვთქვათ თუ კი ეკნებათ სურვილი იმისა რომ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მიბრძანდნენ მათთან აი როგორ ჩვენთან მობრძანდება რომ ხალხში აი ეს უფრო მასიურად გავრცელდეს იცით აი გავიდეს მამა გაბრიელთან სიახლოვე მამა გაბრიელთან კავშირი მამა გაბრიელის იმედით ყოფნა და უფლის იმედით რა თქმა უნდა იმიტომ რომ მამა გაბრიელი უფლის გზაზე იდგა ყოველთვის და დღესაც მასე არის და უფალი მან ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ უფალი აირჩია და ქრისტეს ეთაყვანებოდა და აი არის შესაძლებელი რომ ეს წმინდა ნაწილები ვთქვათ ყველა მოსურნესთან მიბრძანდეს დიახ ხო რადგან დედა პარასკევა მასე თქვა თქვენ შეგიძლიათ ჩვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე და რეკოთ მონიტორზე რომ ხედავთ და დაგვიკავშირდეთ და ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით დედა პარასკევას და ვეტყვით თქვენს თხოვნასთან დაკავშირებით მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები რომ მობრძანდეთ თქვენთან ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ვარდგინეთში, ბორჯომის რაიონში, სადაც არის დედათა მონასტერი, რომლის წინამძღვარი არის დედა პარასკევა და შეგიძლიათ მასთან მობრძანდეთ, მან დაგლოცოთ, აგიხილოთ თვალი რწმენაში დაგაბრუნოთ, უпростоრად განგამტკიცოთ რწმენაში, თქვენც, მეც და ყოველი ჩვენთაგანი, ჩვენ ტელევიზია ამ საკითხებს ემსახურება, რომ მართლმადიდებლობაში გამტკიცდეთ, უფლის რწმენაში გამტკიცდეთ, გვჯეროდეს ჩვენი აი მართლა ხილული წმინდანისა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში სულ ახლახანს იყო და არის. მამა გაბრიელი შეგიძლიათ ასევე მამა გაბრიელის დაუჯდომელი დედა პარასკევას ავტორობით. ალბათ ყველგან იყიდება ხო დედაო? ზეთიც მამა გაბრიელის ზეთი შეგიძლიათ აქ ალბათ აქ მობრძანდეთ და შეიძინოთ ზეთი ან რა ვიცი ყველა სამთავროს მონასტერში და უხსნელი სისხლი კი მხოლოდ დედა პარასკევას აქვს. დიდი მადლობა დედაო. დიდი მადლობა და ბოლოს სოფლის მეურნეობაზე გვინ საქართველოს ხო ერთი დიდი სოფელია. ხალ დაიცალა სოფლები.
განადგურდა ქართული პროდუქტები აღარ არსებობს. რამე ურჩიეთ დედაო? მამა გაბრიელი რასაც გეტყვით. ყველაფერს უნდა ლოცვა, ვედრება და შედეგი იქნება. მესმა დალოცვა საქართველოს მამა გაბრიელი დალოცვა საქართველოს რომ თისწყალობა იყოს და ყველა დაბრუნდეს საზღვარგარეთული ხალხი სოფელი განახორდეს და ცხოვრება გაძლიერდეს. აი მამა გაბრიელი მომდა რომ საქართველოს ეგონებათ რომ აღარ არის უცბად აღორძინდება და ალბათ ეს იქნება. მადლობა ვუთხრათ დედა პარასკევას ამ იმედისთვის, ამ რწმენისთვის, რომ ჩვენ უნდა გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ ეს ასე იქნება და ჩვენ არასოდეს, ჩვენი ერი არასოდეს მოისპობა, საქართველო ისევ იბრწყინებს. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ თუ გავძლიერდებით რწმენაში. მადლობა დედაო. გაიწყენთ დიდი მადლობა და დაგვლოცეთ კიდევ ერთხელ და დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. თუ რამე შეკითხვები გაგიჩნდება დედაოსთან მიმართებაში, დედა პარასკევასთან მიმართებაში, მამა გაბრიელთან მიმართებაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ თუ კი იქნება ისევ დედაოს კურთხება, ჩვენ აუცილებლად ვეწვევით მას. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე მე გახდით ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ და უფლის წყალ Sada Svenia
Vodija, Sadac Nidata, Zvatsalagia. Nomia Doveb, Sakartvelosa, Arganaris Chodok, Kipshobedia. Kati Sadata, Daibadebis, Mrdisa Kurtcheva,